ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. ახალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოში მალე ერთიანი ენერგოსისტემა ულტრათანამედროვე თვესადგურს აამოქმედებს, რომლითაც ქვეყანა ენერგეტიკული ტერეფის ფუნქციას დააფართოვებს. ახალციხის მაღალი ძაბვის ელექტროგამონაწილებელი სადრურით საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს უერთდება თურქეთთან დამაკავშირებელი გადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტი უნდა განხორციელდეს. საექსპორტო რესურსის ასათვისებლად ელექტროსისტემა ახალი ჰიდროელექტროსადგურების ამუშავებას ელის. ახალი სიმძლავრეების ამოქმედებამდე სახელმწიფო ელექტროსისტემა ახალ საკომუნიკაციო ქსელს ავითარებს. მაღალი ძაბვის თანამედროვე ქვესადგურმა, რომელიც მაისში შევა ექსპლუატაციაში ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია უნდა შეასრულოს. 300 მილიონიან ენერგეტიკულ ობიექტს სატრანზიტო და საექსპორტო დანიშნულება აქვს. მან რეგიონული ენერგეტიკული კვანძი უნდა შეკრას. უახლოეს სამთოში ეს ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემის მთავარი არტერია გახდება. 700 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალით, აქედან თურქეთთან შემაერთებელი 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზით ის სიმძლავრეები უნდა გაიყიდოს, რომელსაც ახალი ჰიდროსადგურები გამოიმუშავებენ. ქართულ ელექტროენერგიაზე ძირითადი შემკვეთი თურქეთის მზარდი ეკონომიკა იქნება. გარდა ეკონომიკური ეფექტისა, ახალციხის ქვესადგურს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დატვირთვაც აქვს. ქვეყანა, რომელიც ასწლეულების მანძილზე ერთ ალტერნატიულ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე იყო დამოკიდებული, მალე სისტემური გამორთვებისგან ნაწილობრივ დაზღვეული იქნება. ჯერჯერობით ასეთი პრივილეგია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს აქვს. მასობრივი გათიშვების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება ანალოგიური ტიპის პროექტის განხორციელების გზებს დასავლეთ რეგიონისთვისაც ეძებს. რამოდენიმე წელს მთავრობის ხომაზე გამოვიტანეთ ახალი ელექტროხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის ჯვარი ხორგას ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურის მშენებლობა, რომლის პროექტის ღირებულება 50 მილიონს შეადგენს და ჩვენ ფინანსთა სამინისტრომ მოგცა უფლება უკვე დავიწყოთ ბანკებთან მოლაპარაკება დაფინანსებასთან დაკავშირებით. ენერგეტიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ თურქეთის ენერგოსისტემასთან ახალი ტექნიკური შესაძლებლობებით ინტეგრირებას მალე ელექტროენერგეტიკული ნაკადები მოხვდება. ჰიდროელექტროსადგურების აშენებამდე კი პირველ ეტაპზე ახალციხე ბორჩხას მონაკვეთი აზერბაიჯანულმა ენერგიამ უნდა დატვირთოს. რეექსპორტს ეკონომიკური სარგებელიც უნდა მოხვდეს. ენერგეტიკოსები ახალი ქვესადგურის კიდევ ერთ დანიშნულებაზე მიანიშნებენ. როგორც კი ჩვენ ამ ქვესადგურის და ხაზის მშენებლობა გამოვაცხადეთ, იმ წუთშივე ამან გამოიწვია ის, რომ ინვესტორები ჩამოვიდნენ საქართველოში, ადგილობრივმა კაპიტალმა გადაწყვიტა, რომ ენერგეტიკაში დაებანდებინა ფული, ახალი გენერაციის წყაროების მშენებლობა დაეწყო, იმ პერსპექტივით, რომ შემდეგ იქნებოდა საშუალება ამ ენერგიის როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში გატანის და იქ ამ ენერგიის გაყიდვის. ახალი გადამცემი ხაზების 266 კილომეტრიანი მონაკვეთი და გამანაწილებელი ქვესადგური ახლა ასამოქმედებლად თურქ ენერგეტიკოსებს ელის. თურქეთის ტერიტორიაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალციხის ენერგეტიკული ქსელი ერთიან სისტემას მიუერთდება. მაისიდან საქართველოს რეგიონული მასშტაბის სრულფასოვანი მოთამაშე ხდება.